გამარჯობა, ეს ჩვენი სერიის ბოლო გაკვეთილია. იმედია ყველა გაკვეთილს უყურე. მოდით შევაჯამოთ განვლილი მასალა. გავიგეთ, რომ გადაჭარბებული თევზჭერა კლავს ეკოსისტემას. გავიგეთ, რომ საქართველოში მხოლოდ 160-მდე სახეობის თევზია დარჩენილი და მათგან მრავალი გადაშენების პირასა. ნახეთ, რომ არსებობს აკრძალული პერიოდი და ზონები თევზჭერისთვის, იმიტომ რომ ბუნებას სჭირდება აღდგენის დრო და სივრცე. ვიცით, რომ ელექტროშოკით, ბომბით ან იარაღით თევზჭერა არა მხოლოდ კანონს არღვევს, არამედ ანგრევს წყლის ცხოვრებას. გავიაზრეთ მტაცებელი თევზების მნიშვნელობა. ახლა კიდროა ყველაზე მნიშვნელოვანს უპასუხოთ, რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ. როგორ შეგიძლია შეიტანო წვლილი წყლის ეკოსისტემის დაცვაში? პირველი, გააზრებული არჩევანი იწყება ინფორმირებულობით. შენ უკვე იცნობ პრობლემას, ეს უკვე პირველი ნაბიჯია. შემდეგი ნაბიჯია ეს ინფორმაცია გაავრცელო მეგობრებში, ოჯახში, სოციალურ ქსელში. მეორე, არ იყიდო უკანონოდ დაჭერილი თევზი, როცა ბაზარში ან რესტორანში ხარ. დასვი კითხვა, ეს თევზი კანონიერი მეთოდით არის მოპოვებული? შენს კითხვას ძალა ნამდვილადავ. მესამე, შეამჩნია უკანონო თევზჭერა? დარეკეთ ცხელხაზზე 153. გადაჭარბებულ თევზჭერაში შენი ჩარევა შეიძლება იყოს გადამრჩენი ადგილობრივი ენდემური სახეობებისთვის. და მეოთხე, იყავი მაგალითი სხვებისთვის. შეიძლება არ თევზაობ, მაგრამ შეგიძლია ინფორმაცია მიაწოდო იმათ, ვინც თევზაობს. შევერთდე მდინარის დასუფთავების კამპანიას, ან უბრალოდ გააზიარო ეს ვიდეო. წყლის ეკოსისტემის დაცვა აღარ არის მხოლოდ მეცნიერების ან სახელმწიფოს საქმე. ეს ჩვენი ყოველდღიური პასუხისმგებლობაა.